მიხარია მოგესალმოთ კორნეი გონჩაროვის რუსული ენის სკოლიდან. დღეს ჩვენ განვიხილავთ 8 სასაუბრო ფრაზას ვასის გამოყენებით. ვას ეს არის თქვენ. აქეთ გვექნება ზემოქმედების ფრაზები, ისეთი როგორც ეს მე თქვენ გაგაცილებთ, თქვენზე ზემოქმედება მექნება, ხო? ან თქვენ რა გქვიათ, რა დაგარქვეს, რა ზემოქმედება გქონდათ თქვენზე. ან თქვენ გიყვირეს ანუ ზემოქმედებები, ვასები გვექნება და აქეთ გვექნება ქონაყოლის ვასები, აქ უს დავამატებთ, ესე იგი უვას და 4 ეს ფრაზაც იქნება. აქ იქნება მაგალითად თქვენ გააქვთ პასპორტი? უვას, ანუ იქნება როგორც გააქვთ და ვას არის თქვენ. უვას გააქვთ თქვენ პასპორტი ან რაღაცა. 8 სასაუბრო ფრაზა, რომელსაც რუსულ ენოვნებთან გამოიყენებთ. აბა, მზად ხართ? შეუდგეთ. და პირველი ფრაზა გაგაცილოთ, ანუ თქვენ გაგაცილოთ вас проводить, ესე უბნებით. წასვლას აპირებზე. вас проводить. შემდეგი დაგელოდოთ. დაგელოდოთ. Вас подождать? Вас подождать? შემდეგი ფრაზა. რა გქვია თქვენ? Ну თქვენ რა დაგარქვეს? Как რა? Как вас зовут? Как вас зовут? და მინდა თქვენ გაგიმასპინძლდეთ. ან მინდა მოგართვათ რაღაც კბილეული. Я хочу, не მინდა, я хочу вас угостить. გამასპინძლება, დაპატიჟება. Я хочу вас угостить. ну მეტესად კბილეული ან რამე ისეთ რომ მიართმევ, ჩურჩხელას აძლევ. გაიმეორეთ? ხოლო აქ გვექნება თქვენ ისე ვას გამოვიყენებთ, მაგრამ აქ იქნება უს დამატება გააქვთ თქვენ. აი ესეთი მომენტია. თუ ცალკე ვას იყენებთ, ესე იგი გამოდის, რომ ზემოქმედებ ადამიანზე, გადაადგილებ მას, ვთქვით, დაუყვირე, წაიყვანე, დაარქვი, მოიყვანე სადღაც, ან დაპატიჟე და ასე შემდეგ, ხო, ზემოქმედება მოახდინე მასზე. და უს თუ ვამატებ, ესე იგი რაღაცა აქვს. მაგალითად, თქვენ გააქვთ ქეში, ანუ ხელზე ფული? გააქვთ? У вас есть наличные? У вас есть наличные? Гаймёрет? შემდეგი ყავთ შვილები? ყავთ? თქვენ გაქვთ? ყავთ? У вас есть дети? У вас есть дети? У вас есть дети? შემდეგი გააქვთ პასპორტი თან? У вас есть паспорт с собой? У вас есть паспорт с собой? С собой თან. თან წაღებითაც არის და ან თან რო გაქვთ. და ხურდა გააქვთ, ხურდაფული? У вас есть мелочь? У вас есть мелочь? მეგობრებო, ენას ვერასდროს ვერ ისწავლით, თუ ეს ორი მომენტი არ არის მოგვარებული. პირველი, თუ არ ცხოვრობთ იმ გარემოში, სადაც საუბრობენ იმ ენაზე, ანუ რუსულენოვან გარემოში თუ არ ცხოვრობ, ძალიან გაგიჭირდებათ რუსული სწავლა. და მეორე, თუ არ გაქვს პრაქტიკა რუსულ ენოვნებთან, ანუ ენის მატარებელთან ბევრი საუბარი, მოსმენა საუბარი. როგორ მოვაგვაროთ ეს ორი პრობლემა? მაქვს კარგი ამბავი თქვენთვის. პირველი, ეს არის აი წაუსვლელად წვეთში როგორ შევიქმნათ ისეთი მომენტი, როდესაც სულ გესმის რუსულ ენების საუბარი. და ეს არის აუდიო-ვიდეო კურსი. განსხვავდება YouTube-ის ვიდეოებისგან, იქ აუდიოებია და ვიდეოები, უფრო გრძელი, უფრო პრაქტიკული ახსნებით, პაუზებით, სადაც შენც უნდა იმეორო
ესეთი პრაქტიკული კურსი არის 30 გაკვეთილი იქნება, მოგივათ მაშინვე WhatsApp-ზე. YouTube-ზე უფრო არეულად ადონეები, ხოლო იქ თქვენივე დონე შეირჩევა და ზუსტად იმ დონეს მიყვებით, რომელ დონეზეც თქვენ ხართ. ეს აუდიოები და ვიდეოები ისე იქნება აწყობილი. და მეორე, ეს არის პედაგოგთან გაკვეთილები. ეს არის ბევრი ვარჯიშები, ენის გატეხვის ვარჯიშებია. პედაგოგი სულ გავარჯიშებს, რომ გატეხო ენა. გეუბნება ერთ ფრაზას შენებამ სხვანაირად. ანუ ვარჯიშების სისტემა შევქმენით, სადაც შენ იწყებ საუბარს. სადღაც 2 კვირიდან 3 თვემდე უკვე იწყებ ენის გატეხვას. თუ გინდათ რომ მიიღოთ ერთი უფასო აუდიო ვიდეო გაკვეთილი WhatsApp-ზე ან Telegram-ზე, ან თუ გინდათ მიიღოთ ერთი უფასო გაკვეთილი პედაგოგთან, მაშინ გადადით WhatsApp-ზე ან ნომერზე, მოგწერეთ და დაიწყეთ წინსვლა. ეს ისაა, რაც აგალაპარაკებთ. შევხვდებით.